Სახილთან ამისათა და დისთან სულთეთრი დისთან. იოცოთ დღეს, ვირა დღეს მადლი ღვთისა, უფლისა ჩვენს იესო ქრისტესი, თქვენთანა ისამდე. ჩვენ ვამბობთ, შიდა მადლს ვიხსენებთ, ვამბობთ, მაროთ ამ სიტყვას, მაგრამ სიღრმე ამ სიტყვის მნიშვნელობისა ხშირად არ გვესმის. და მისი ბუნება და წამოვნება და დღეს თქვენ მოისმინეთ ეს ორი სასწაულიო თუფალ მაღაშულა ეს დინარე დეკაცის გაკვირვება იაიროსის ასურის გაცოცხლება და აი საიდუმლო ღვთის მადლისა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ხო აი ეს მადლის მოქმედება ესეთია რომ ესე იგი სადაც შეიძლება გაბრაზდე ადამიანი მე მაგალითად შეიძლება გაბრაზდე მაგრამ ბავშვის სახეზე დაინახავ მის სიხარზე გაიგონებ მე სიბრაზე გაგდის და გიცნება რას გვიშვება ეს ბავშვი არა ეს ღვთის მადლის მოქმედება სიცოცხლის აი ღვთისაგან მოცემული და თქვა ესე ვითართა სასופელ ღვთისა და აი რაღაც გამოხატავენ ჩვენ ვერ ხედავთ ისინი რას ხედავენ როგორ აიქავენ თქვენ გახსოვთ ესეთი პატარა მოთხრობა აქვს ესეთ ეგზიპერის და იქ ერთი ბავშვი შეხვდა თქოს და ეს ბავშვი და საუბარი აქვს და ეს ბავშვი თქვენ დიდებს არ გესმით ცხოვრება სულ საქმე მითხართ დატვირთულია მიდიხართ მოდიხართ ფიქრობთ დარდოთ რაცა და ამან პატარა ნახატი დახატა და ბავშვმა და აჩვენა აბა რა არის მიხდები ესა და ნუ შლაპას გავსო თუ რაღაცას გავსო და აფერა გესვითო მარჩობელმა სპილო ჩაღლაპა და სპილო გამოხატული ისმაში და აქეთ ის შლაპას კი გავს მაგრამ აი ბავშვის ფანტაზია სხვანაირია ამიტომ თუ გინდა ბავშვის ყურადღება მიიღოთ ჯერ მის სამყაროში შევიდეთ და მე ერთად გამოვიყვანოთ დიდი საიდუმლოა ესე დიდი სიყვარულის საიდუმლოა და ისეთ ამაზე საუბრობთ ჩვენ რომ უფალთან მოვიდა იმ სინაგოგის თავარი იაიროსი მოძღვარი მათი აღზრდელი ხელმძღვანელი და თხოვნით რომ შვილი მიკვდებაო ერთადერთი ყავსო შვილიო გოგონა 12 წლისა და უფალი მოდის მასთან გზად შეხვდა სხვა რამ მოულოდნელი მის გარშემო ხალხი რო ეხებოდა უკვე რომ წასვლა დააპირა და გადადგა ნაბიჯი უკიდან ის დედაკაცი მოვიდა და მის სამოს შეეხო თორე სხვა იმედი უკვე აღარ ქონდა ეს თუ მიშველისო რატო ექიმებთან დახარჯა თავის ქონების დიდი ნაწილი და აღარ ქონდა საშუალება მაგრამ ვერ განიკურნა თვითონ აქაც შეხედა რიცხვი 12 სიმბოლური რიცხვი ისე ყველა რიცხვი ამ ყველა რიცხვს თავისი სიმბოლური მნიშვნელობა კი აქვს მაგრამ იმის სიმბოლური მნიშვნელობას თავისი შინაარსი აქვს ის ასული იაიროსისა ისი 12 წლის იყო 12 სრულყოფილის ნიშანიც არის სიმბოლო 12 თვეწელწადში 12 ჟადეგოსთან ვაშკავედი შემთხვევით არის აზომერება ეს 12 თვეწელწადში ეს ჩვენი ციკლია ცხოვრებისა მაგრამ 12 ზოდიაკოს თანავარსკვლავედი ეს არის ღვთისგან გავიხსენოთ რას ისევ ესა თანავარსკვლავედები ზოდიაკოს ნიშნები დედამიწის ეკლიპტიკის სიფრთხეში ანუ ეკვატორზე გავხდა სიფრთხე და გაუშვა კოსმოსში მთლიანად და აი ამ სიფრთხეზე 12 თანავარსკვლავედი განლაგებული თანაბრად
ჩვენ ზოგიერთები ვარშავად მორიცხველები ამას ხამიშლობას და ზოგი ხასიათდება ადამიანისა და თუმცა ვარშავად მორიცხელთა ეს სწავლა მოთხრება ლუტერ ავგუსტინემ ამხილა მარტივად თუბები რიბადებიანო ხო ერთი ზოდიაკოს ნიშნის იბადებიანო და ხასიათი განსხვავებული კონდეს ერთი შვიდი იყოს მეორე უფრო თელქი ერთი უფრო ნიჭიერი მე ნაკლებად ნიჭიერი იქნება იყო გასართობი იყოს ხოდა აი აქედან ჩასო ზოდიაკო ჩვენი რისი ნიშანია ღვთის სიბრძნისა უნდა განაგო მთელ სამყარო კანონზომიერება ყველაფერში აი მიკროსამყაროდან მაკროკოსმოს მასშტაბით ყველგან არის თუ ამას თუ ვერ ხედავს ადამიანი მაშინ თუ და მაგრამ იწყება მისტიფიკაცია რომ ამას აქვს მაგიური მნიშვნელობა დაიხალა ვატო ცოტა დავით შინაარს ჩვენი დღევანდელი სახარების და საუბრის რომ ეს მოცემული გვაქვს რომ შეიცნოთ სიბრძნე ღვთისა სიბრძნე შემოქმედება ღვთის და ქვეყნისა და როცა ჩვენ შევიცნობთ და უახლოვდებით მას მაშინ მოდის მადლი ღვთისა იფრთხილება ულეველად თემსოფლიოში მაგრამ მიმღებელი არ არის ადამიანი რომელიც ვერ იმეცნებს ღვთის სიბრძნეს და ჭეშმარიტებას და როდესაც შემეცნება იწყება მასში საერთოდ სიხარული სიცოცხლის ძალა ენერგია შედება ის ხდება რომ ეს სამყარო ცოცხალია სადღაც ის ვარსვეთ კი არა არით არის მაგია ყველაფერშია სიბრძნე და სიყვარული წყალობა და სამართალი ხოლო ჩვენ შეიძლება არ გვესის ეს სამართალი და ნახეთ იაიროსი რას აკეთებს ერთადერთი შვილი ყავს თვითონ სინაგოგის ესე იგი მოძღვარია ხელმძღვანელი აქვს ჯული და ლოცულობს ხალდიან მარხულობს დღესასწაულს აღნიშნავს მაგრამ უდური აღმოჩნდა აი ამ მოვლენასთან და რატო იყოს საჭირო გაიგო რომ არის ვიღაცა ესო დადის ხადაგებსო და ყურნავსო ეგე იმან მიშველოსო ესე იგი განგება ღვთისა მოიყვანა იაიროსი მაცხოვართან უფალთან რათა მან შეისწოს ჭეშმარიტი ღმერთი ცხადად ორჩეთ მოსულ ქვეყანაზე ნუ ცხადია იაიროსი მას ვერ ხდება უბრალოდ მოვიდა შვილს გადასარჩენად და მოვიდა თავის შვილს გადასარჩენად იმიტომ რომ უფალნის გაყვა და როცა გზად შეხვდა ვიღაცა და უთხრა მსახურის მის სახლიდან და ნუ არ აწუხებო მოძღვარსო გარდაიცვალა შენი ასული მაცხოვრებლებმა არა წავიდეთ არ გადაცვლილო მოდი როცა მიბდანდა მაცხოვარი იქ უკვე მგოსები იყო მოსული რისთვის რომ აი მსახურებაში მე ფულს გადაუხდიდნენ მათ ანუ ადასტურებდნენ რომ ნამდვილად გარდაიცვალა აბა თქო მოვიდნენ მგოსები დაუძახეს გვიშ რამე სამულოვია რომ რამე იგალობეთო და მაცხოვრებმა თქვა დადით არა ხარ საჭირო არ მოგდა ზდინავსო მასო ნუ ხება დაიწყე დაცინა რა სამოვჩენ ხა ვიცით რატო მოხდა ეს რატო უფალმა თქვა ნუ ზდინავსო არა არ მოგდა მათი ცხოვრების მოგდა არა უფალმა მათგან მიიღო დასტური დარწმუნდნენ რომ ნამდვილად გარდაიცვალა მე არ ეთქვა რომ არა ჩაეძინაო და ვითომ გაცოცხლაო ეხლა თავის სიტყვის შემდეგ ვეღარ წავდნენ თქოს რომ დასწინოდნენ მათ რომ რას ლაპარაკობო გარდაიცვალაო ხო და ნახოთ ეხლა და იმის შემდეგ უფალი შედის და ამბობს არ შემოვიდეს მშობლები ხო თოლქმარი და მოციქულები აი სახე ეკლესიისა უფალი მოციქულები და მრევლი
და უფალი არის, უფალი ცოცხლად გვდართა. და გვდართა ცოცხლებს. თვითონ არის წყარო ცხოვრისა, სიცოცხლისა. და ამას იაიროს აჩვენებს. ეს მე ვარ. უფალი მოსული ქვეყანაზე თქვენსაც ხოვლებლათო. იაირს შეიძლება თუ არა, მაგრამ მადლიერება უსაზრო იყო. აი ეს მადლი ღვთისაგან თუ შემოდის ადამიანის გულში, ადამიანი მადლიერი ხდება, მაშინ კავშირი ხდება ადამიანს და ღმერთს შორის. ამაზეა დღევანდელი ეს ჩვენი საკითხავი სახარებინა და ეპიზოდური ეპიზოდი თქვენ თუ კარგად მოისმინეთ და სახში გადაიკითხეთ მაინც იქაც თვითონაზე რომ ცხონება მადლით არისო. სჯულის წესები აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. უფალი ამ ხელს ეუბნება იუდეველებს, ეუბნება რომ იცით თქვენ მეათედის მიცემა წერეთსი და სხვა სცენარის მეათედის შესაწირები. და თავი ჯულისა და გამიწათო. სარწმუნოება, წყალობა და სამართალი. აი, წყალობა და სამართალი ერთად არის. და სარწმუნოება არის საფუძველი, ჭეშმარიტი რწმენის საფუძველი, წყალობა და სამართალია. და უფალი სწორედ ამას აჩვენებს იაიროს. შენათ რწმენა გაქვს, წიგნიერი რწმენა გაქვს, არასაკმარისია. გულით რწმენა. აი დარწმუნება რომ ესეა და უფალი არის უფალი მადლის გარეშე უნდა შეიცნოდა, ამიტომ სხვა მეორე საკითხავი თქვენ მოიცით ასე პალიმოცხის ეპიზოდდა რომ ნაყოფი სულისა ხო არის სიყვარული, სიხარული, ძალობა, სარწმუნოება, მარხვა, მშვიდობა და ასევე დღეს სხვა სიტყვას მოისმინეთ. მათემახარებლის ცნობილი სიტყვა, მათხოვრის სიტყვებია, რომ მახარემ ჩვენად მოიტანა. უფალი ამბობს არავინცის ძე ხოთ მამამ და არც მამა ვინიცის ხოთ ძე მიცის და ვისაც ძე უნდა გამოუცხადებსო. იგი ანუ მამა არიცის და ძე თუ გამოუცხადებს და მამაზე აქვს რომ მამამიცის ძე. იგი შემეცნება იმისა რომ ღვთისა შესაძლებელია ისე უფლის მიერ ვისაც ძე გამოუცხადებსო. აი ეს გამოცხადება ის მიერ ჩვენში ხდება უშუალოდ ჩვენ ღვთის მაძღებულობთ. წყალობა და სამართალს, ნათელს და სიყვარულს, ღვთისაგან შეწევნას და სასუებას და წყალობას. აი ეს ცოცხალი კავშირი მართებს ჩვენ უფალთან. და თუ ჩვენ შორის და მაშინ მამასაც ვიმეცებთ, მამის მიერ ძესაც ვიმეცებთ და სიღრმე ღვთის შემეცნებისა ჩვენში ძლიერდება მათთვის. მაშინ სიყვარულით, მშვიდობაც მოდის. და ეს არის სწორედ მისია ეკლესიისა, მისია უფლის მოსვლა ქვეყანაზე, ეკლესიის დაფუძნებისა, რათა იყოს მშვიდობა ქვეყანასაზე და როგორც შობის ღამეს ანგელოზებმა თქვენს იდება მაღალთაში და ღმერთსა და ქვეყანაზე მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ჩვენთან არის ღმერთი.